2010 წელს ჩამოვედით მსოფლიო ჩემპიონატიდან, ვიყავით ვენეციაში მსოფლიო ჩემპიონატზე, ჩამოვედით და ყველაზე ძლიერი ქართველი ჩამოვიყვანეთ საქართველოში. და ტელევიზიამ ეს ძალიან ისე მშრალად გააშუქა. ერთი კვირის მერე ჰოლანდიაში ჩატარდა გეი პარადი და იქაც ქართველი გახდა ნომერ პირველი გეი. და ამ გეიზე 3 კვირა მიდიოდა გადაცემები ტელევიზიით. რომელი ტელევიზიით? ანის გადაცემა 3 კვირა გადაცემა. 3 კვირა მიდიოდა. ეს თქვენი უფლების დარღვევაა? ხო, ჩვენი უფლებების დარღვევა. ვისი უფლებებია დარღვეული ჩვენი თემა? ადამიანის უფლებების დარღვევა. ბადანსოსო, მე მგონი ამაშიც გჭირდებათ, ესე იგი, უფრო მეტი განსხვავება არის თუ არა ეს თქვენი უფლებების. და ეხლა ვარ პარლამენტში და მე შევეცდები რომ ისე დავიცვა მათი უფლებები, რომ რაც შეიძლება მეტი სიამოვნება მიიღონ ცხოვრებიდან. ეს შეურაცხყოფელია, რასაც ახლა. რატომაა შეურაცხყოფელი? უფლებები არ დავიცვა? უფლებები რა შუაშია სიამოვნება მიიღონ ცხოვრებისგან უფლებების დაცვასთან, ბადანსოსო. ეხლა თქვენ ახალ უფლებები არ დავიცვა? უფლებების დაცვა სიამოვნების მიღებასთან რა შუაშია? ეს შეიძლება კი ბოდიში. კარგი, კი ბატონო. მეც აღარ გეტყვით რომ რამე შეცდომ, მეც აღარ გითხავთ რომ რამე შეცდომ. კარგი ქალბატონი ბრძანდებით და შორიდან ცოტა სხვანაირად ჩანდით. როგორ ჩანდით? დიდი მადლობა რომ ვიყავით ჩვენთან ერთად, ჩვენ ეს დავბრუნდებით ცოტა ხანში ყობა დავითაშვილის შენ კინოში უნდა გადაგიღო და პოდიუმზე უნდა გატარო. უკაცრავად. სურაბ ჭიაბერაშვილი და ყობა დავითაშვილის დებატები გვექნება ჩვენ მეორე ნაწილში, დაგველოდეთ.